მოამზადებს საღდგომო კრაფინს, რომელიც თითქმის იგივე ინგრედიენტებისგან შედგება, რისგანაც საღდგომო პასკა კლასიკური, თუმცა უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს და არის ძალიან გემრიელი. ხო, დავიწყოთ. პირველი ეტაპი არის საფუარის გააქტიურება. საფუარს, რძეს, შაქარს და ფქვილს მოვათავსებ ჭიქაში და 10-15 წუთით თბილ ადგილას დაველოდებით გააქტიურებას. ჯამში მოვათავსებთ 3 კვერცხს, 2 კვერცხის გული, 1 მთლიანი კვერცხი, დავუმატებთ შაქარს და ავთქვებავთ გათეთრებამდე. ათქვებილ კვერცხის მასას დავუმატებთ ფორთოხლის ზეთს, ვანილის პასტას და მარილს. დავუმატებთ აფუებულ საფუარს და ნელ-ნელა დავიწყებთ ფქვილის დამატებას. მოზრდილი ცომი გადაგვაქვს თბილ ადგილას და ველოდებით საათი-ნახევარი. მასა უნდა გაორმაგდეს. ამის შემდეგ ამოსული ცომი გადმოგვაქვს კვლავ ზედაპირზე, ვყოფთ 2 ტოლ ნაწილად, ვაბრტყელებთ თითოეულ მათგანს, ვაძლევთ მართკუთხა ფორმას, ვუსვამთ კარაქს, ვაყრით ნებისმიერ ჩირს, ცუკატებს, მე დავუმატებ ფორთოხლის ჩირი, შტოშის ჩირი, ძალიან უხდება და ვახვევთ ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. ცომი უნდა გავჭრათ, ოღონდ ისე უნდა გავჭრათ, რომ ბოლო ნაწილი უნდა დარჩეს მთელი. ეხლა დავიწყებთ დახვევას, შემდეგ ვიწყებთ მეორე მხარის დახვევას, ზუსტად ისე, როგორც ვაკეთებ. ამ ნაწილს ვათავსებთ შიგნით, ესეც ასე. ამაზე ფენები ჩანს. ეხლა ფორმაში ცოტა ხანი ამოვიყვან და დავიწყებთ ცხოვას. ხანი ამოვიყვანოთ. თითქმის მომზადდა. ბოლო შტრიხშევიდან კვერცხის გულს, რომელსაც დავუმატე 1 კოლოსი არაჟანი, გადაусმევ კრაფინს და 1-5 წუთი კიდე დავტოვებ ხუმელში. გამოცხა კრაფინი, ეხლა ფორმას მოვაშორებ და შაქრის პუდრას მოვაყრე. ძალიან გემრიელი სუნი აქვს და სამწუხარო რომ ეს სუნი კამერიდან თქვენამდე არ მოდის. თუმცა თუ ცდით და ამ რეცეპტით მოამზადებთ, აუცილებლად გამოგივათ და მსგავსი სუნი თქვენ სახლშიც დადგება.